დამხობა, რომელიც ვერ შედგა, გამოძიება გრძელდება, დაკავებულთა წრე ფართოვდება. ახალ ფიგურანტებს შორის გედედეს ოპერატიული დაგეგმვის სამმართველოს ყოფილი უფროსი ირაკლი შაიშმელაშვილია, რომელსაც სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდების ბრალი დაუსწრებლად წარედგინა. ყოველი ახალი დღე კი ახალ გვარებს ამხელს. თუმცა ჯერჯერობით ისევ პასუხის გარეშეა მთავარი კითხვა. ვინ დირიჟორობდა პრეზიდენტის სასახლეზე ორკესტრირებულ თავდასხმას და სად შედგა არშემდგარი დამხობის გეგმა? წარუმატებელმა რევოლუციამ წარმატებით დაანგრია ოპოზიციის შიდა ურთიერთობა. პასუხისმგებლობას არავინ იღებს. ყველა უბრალოდ იყო იქ და როგორც ყოველთვის არ იცოდნენ რა იგეგმებოდა. ერთმა მეორეს დააბრალა, მეორემ მესამეს და საბოლოოდ ყველამ დაასკვნა, რომ დამნაშავე ისევ სხვა იყო. ეს სხვა კი ოპოზიციის შიგნით უკვე დაასახელეს. ბრალდებები ყოფილი თავდაცვის მინისტრისკენ ბაჩან ახალაიას მიმართულებით მიდის. ამაზე კი ფედერალისტების ლიდერი ღიად საუბრობს. გამოძიებამ თამარ ჩერგოლეიშვილი მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით გამოგითხა. ის ვარაუდობს, რომ ძალადობრივი სცენარის უკან სწორედ ახალაია იდგა. გამოძიება გრძელდება. ხელისუფლებაში კი 4 ოქტომბრის მოვლენების მიღმა ყოფილი მაღალჩინოსნის კვალსაც ხედავენ. შუამავლად ლევან ხაბეიშვილი სახელდება. სხვა დეტალები ჯერჯერობით არ ჟღერდება. იზი ბურნაძის რეპორტაჟი. ვერშემდგარი დამხობის გეგმის გარშემო შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოძიებას განაგრძობს. კანონმა კიდევ 16-ს მიაკითხა. სისხლის სამართლის სამართლებრივი პროცედურები უცხოეთში მყოფი ორი პირის მიმართ მიმდინარეობს. მათ შორის ერთ-ერთი ირაკლი შაიშმელაშვილია. გედედეს ოპერატიული დაგეგმვის სამმართველოს ყოფილ უფროს ბრალად საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდება ედება. უცხოეთში მყოფ ორ პირს, რომელთა მიმართაც დაწყებულია სისხლის სამართლებრივი დევნა, მათგან ერთ-ერთი ირაკლი შაიშმელაშვილია. მას ბრალად ედება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდება. ჩვენ მიერ მოპოვებული მტკიცებულებებით, მათ შორის ვიდეო მასალების დამუშავების შედეგად, ირკვევა, რომ სამართალდამცავების მიერ დაკავებულმა პირებმა 4 ოქტომბერს აქციის ორგანიზატორებთან ერთად ათონელზე მდებარე პრეზიდენტის სასახლის ჯებირები გადაანგრიეს და სასახლის დაკავება სცადეს. ამასთან აქციის მონაწილეების მხრიდან განხორციელებული კანონსაწინააღმდეგო და ძალადობრივი ქმედებების შედეგად 35 პოლიციელი არის დაშავებული. მათ შორის ძალიან მძიმედ. დაკავებულ პირთა წრე ფართოვდება, ოპოზიციაში კი მორიგი ხით ჩატეხილობის მიზეზად სწორედ ვერშემდგარი რევოლუცია იქცა. 15 დღის შემდეგაც ოპოზიციური სპექტრი პასუხისმგებლობისგან გაქცევას ცდილობს. თავის გადარჩენის მიზნით კი დანაშაულებრივ უფსკრულში ახლა ერთმანეთის გადაჭეხვას ცდილობენ. კითხვა ბევრია, მათ შორის ისიც, სად შედგა არშემდგარი დამხობის გეგმა და ჰქონდა თუ არა მთავარ ორგანიზატორებს კომუნიკაცია ბაჩუ ახალაიასთან. სანამ ბურჭულაძე ზოდელავა გამოძიების კითხვებს დუმილით პასუხობდნენ, თავდაცვის ყოფილ მინისტრს დანაშაულებრივ სქემაში როლი თამარ ჩერგოლეიშვილმა არგუნა. ფედერალისტების ლიდერის განცხადება კი მალევე დაკითხვის საფუძველი გახდა. ჩერგოლეიშვილმა შავით თეთრზე დაწერილი მაგისტრატი მოსამართლის წინაშეც დაადასტურა და თქვა, რომ ძალადობრივი მოვლენების უკან სწორედ ბაჩუ ახალაია იდგა. ყველაფრის საქმის კურსში კი მიხეილ სააკაშვილიც იყო. აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ საქმის კურსში იყო და ის რომ ამ ყველაფერს გაემიჯნა, მაგ შიშით არის განპირობებული, რომ ბაჩუ ახალაიას დაუკავშირდა ეს ყველაფერი. მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ ჩემს სიმართლეში, რომ ბაჩუ ახალაია იყო ამ ყველაფერში ჩართული. უბრალოდ ეს ყველაფერი მე ვიცი საჯარო ინფორმაციაზე დაყრდნობით. რა კავშირი აქვს თავდაცვის ყოფილ მინისტრს 4 ოქტომბრის რევოლუციურ სცენართან? ბაჩუ ახალაიამ და მისმა მეუღლემ გამოძიების კითხვებს უკვე უპასუხეს. ნაციონალური მოძრაობის დროს არაერთი დანაშაულის ჩამდენმა ყოფილმა მაღალჩინოსანმა დაადასტურა, რომ 4 ოქტომბრამდე პაატა ბურჭულაძესა და მურთაზ ზოდელავას შეხვდა. თუმცა ახალაიას მეუღლე თამარ ჩერგოლეიშვილს ტყუილში ადანაშაულებს. ანინა დარეიშვილი 4 ოქტომბრის ძალადობრივ გეგმასთან მისი მეუღლის კავშირს უარყოფს. ფედერალისტების ლიდერის ბრალდებები მიუღებელი აღმოჩნდა ნაციონალური მოძრაობისთვისაც.
ცდილობს 4 ოქტომბერთან აკავშიროს ბაჩო ახალაია და რაღაც დამატებითი შეთქმულების თეორია და ბუა შექმნას კატეგორიულად ვუარყოფ საერთოდ ნებისმიერ მონაწილეობას ან ამ საკითხთან დაკავშირებით ნებისმიერ განხილვას ბაჩო ახალაიასთან. ნაციონალური მოძრაობისგან უარყოფა ბევრი გვახსოვს, მათ შორის ისიც, რომ ჯერ დამხობის ორგანიზება საკუთარ თავზე აიღეს, ფიასკოს შემდეგ კი ნათქვამი უარყვეს და იმის მტკიცება დაიწყეს, რომ გეგმის შესახებ არაფერი იცოდნენ. ამ გზას დაადგა ნაციონალური მოძრაობის აქტივისტი კახა კვეკვესკირიც, რომელმაც მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით ჩვენება მისცა. აქტივისტი ამტკიცებს, რომ გეგმის შესახებ არაფერი იცოდა, თუმცა თან არც იმას უარყოფს, რომ პაატა ბურჭულაძესთან ერთად იმ ოფისში იმყოფებოდა, სადაც საპროტესტო აქცია იგეგმებოდა. არანაირ ორგანიზაციულ საკითხებში მე არ ყოფილვარ, ოფისში თუ ყოფილვარ ერთი ორჯერ. პაატა ბურჭულაძეს მივყევით ერთხელ. კონკრეტულად ახლა არ მახსოვს ვინ იყო და როგორ იყო, მაგრამ ჩვეულებრივი ხო აქცია ორგანიზდებოდა. რაზე შეიძლება ესაუბროს ოპოზიციის მხარდამჭერი რევოლუციური გეგმის ორგანიზატორს ყოველდღიურად. კითხვაზე პასუხი ალბათ მარტივი გასაცემია, თუმცა კვეკვესკირის მსგავს სტრატეგიას ირჩევს ოპოზიციის კიდევ ერთი მხარდამჭერი ნადიმ ხმალაძე, რომელიც ძალადობრივ გეგმასთან კავშირს უარყოფს, მაგრამ არც იმას მალავს, რომ პაატა ბურჭულაძესთან კომუნიკაცია ყოველდღიურად ჰქონდა. არც ერთ საორგანიზაციო თუ რაიმე ჯგუფში არასდროს ყოფილა. ყოველ დღე ჩვენ ხდებოდით ბატონ პაატას და იქ კიდე რამოდენიმე ადამიანს ვინც დააპატიმრეს. ვინ იყო ჩართული და ვის რა როლი ჰქონდა 4 ოქტომბრის ძალადობრივი ქმედებების დაგეგმვის პროცესში. სანამ საგამოძიებო უწყება კონკრეტული პირების შესაძლო დანაშაულს სწავლობს, ხელისუფლების კვალი ქართული ოცნების ყოფილ წევრებამდე მიდის. მთავრობის მეთაური სახელებსა და გვარებს არ აკონკრეტებს, თუმცა ამბობს, რომ მთავარი შუამავალი ნაციონალური მოძრაობის ყოფილი თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი იყო, რომელიც პრემიერ-მინისტრმა თანხის მიმღებად დაასახელა. რასაც ჩვენ ვამბობდით ზოგადად ამ თანაშრომლობასთან დაკავშირებით ის დაადასტურეს ერთმანეთს მიღოლებით ხაბეიშვილმა, ბურჭულაძემ, სოფო ჯაფარიძემ, სახელებში და გვარებში არ შევალ არც ერთ შემთხვევაში. ზოგადად ვამბობ, რომ ასეთი თანამშრომლობა არსებობდა კონკრეტულ პირს შორის, ყოფილ გუნდის წევრს შორის და რადიკალურ ოპოზიციას შორის. ხაბეიშვილი იყო კონკრეტულად თანხის მიმღები. ანუ ამ დონეზე გვაქვს ინფორმაცია, რამდენს იღებდა, რა თანხას იღებდა და ამ თანხის სანაცვლოდ მე ასაკეთებ. კანონს თავს რომ ვერავინ არიდებს, ამას სახელისუფლებო გუნდი ოპონენტებს კიდევ ერთხელ განუმარტავს. პირველი კანონმდებელი აცხადებს, რომ სახელმწიფო გადატრიალების გეგმა სინქრონიზირებული იყო. 4 ოქტომბერს 4-ზე ნეპალის სცენარი ჩავარდა. გეგმას ერქვა საქართველოს ნეპალიზაცია და ნეპალის სცენარის მოწყობა. იყო ძალიან ცივსისხლიანად დაგეგმილი სახელმწიფო გადატრიალება. გეგმა იყო მასობრივი ქაოსის და არეულობის მოწყობა. ის რაც მოხდა ნეპალში და ამ ამღროულ წყალში შემდეგ ძალაუფლების თევზის დაჭერა. გეგმა იყო აბსოლუტურად სინქრონიზებული უცხოელებთან და მათგან ორგანიზებული და ვინც მივიდა თავისუფლების მოედანზე 4 საათზე, მათ ზუსტად ამ გეგმას მოაწერეს ხელი. ოპონენტების პოლიტიკური ამნეზია არ უკვირს მმართველ გუნდს. სახელისუფლებო პარტიაში ოპოზიციის შეცვლილ სტრატეგიას თავის გადარჩენის მეთოდად აფასებენ, თუმცა მმართველ გუნდში განმარტავენ, რომ ვინც სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში მონაწილეობდა, პასუხს კანონის წინაშე აგებს. მთელი თვეების განმავლობაში ჰქონდათ კამპანია, რომ ისინი აწყობდნენ სახელმწიფო გადატრიალებას. ისინი დაგვამხობდნენ და ამის აღსრულებაც დაიწყეს. პრეზიდენტის სასახლეზე იყო შტურმი, გადაანგრიეს ღობე, ვისაც აქვს ბრალი აღნიშნულ გადატრიალების მცდელობაში, პროცესი, რომელიც მიმდინარეობდა პრეზიდენტის სასახლესთან შტურმით, ყველას გაეცემა პასუხი. პოლიტიკურ პასუხისმგებლობას გაქცეულები თავს კანონს ვერ აარიდებენ. კანონდარღვევას პასუხი სწორედ კანონით გაეცემა. ამ მიზნით კი შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება რამდენიმე მუხლით გრძელდება. განსასჯელის სკამზე აქციის 60-ზე მეტი მონაწილე და 5 ორგანიზატორი ზის. არ არის გამორიცხული დამნაშავე პირთა წრე კიდევ გაიზარდოს.